პროექტის ახალგაზრდები რეგიონული განვითარებისთვის ფარგლებში 14-დან 29 წლამდე ახალგაზრდებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა დაეუფლონ თანამედროვე მოქალაქისთვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან უნარჩვევებს, სრულიად უსასყიდლოდ, საერთაშორისო ტრენერების მიერ ქართულ ენაზე. პროექტში მოხვედრილი ახალგაზრდები შეძლებენ მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა აქტივობებში, შეისწავლონ დებატების ტექნიკა და განივითარონ ისეთი უნარები, როგორიცაა სიტყვით გამოსვლა, პრეზენტაციების ჩატარება, ლოგიკური მსჯელობა, კრიტიკული აზროვნება, დროის მართვა, გუნდურობა, მოკვლევის წარმოება, ოპონენტის პატივისცემა. პროექტი ხორციელდება სახელმწიფო გრანტის ფარგლებში, SSIP გრანტის მართვის სააგენტოს მხარდაჭერით. ჩვენ აქტიურად დავიწყეთ ახლა პროექტის ახალგაზრდები რეგიონული განვითარებისათვის ფარგლებში სხვადასხვა მუნიციპალიტეტში შეხვედრები. პირველი ეტაპი წარმატებულად განხორციელდა 20-ვე მუნიციპალიტეტი, რომელიც ჩართულია ამ პროექტში, უკვე აქტიურად თანამშრომლობს ჩვენთან, როგორც მერიები, ასევე რესურს ცენტრის წარმომადგენლები, რესურს ცენტრის ხელმძღვანელები და ძალიან გვიხარია, რომ კახეთში ყველაზე პირველ ეტაპზე იწყება ახლა მათი ყველაზე მეტად ჩართულობა გურჯაანში, დედოფლის წყაროში, საგარეჯოში, სიღნაღში, ყველანი უკვე დარაზმულები არიან, რომ ამ პროექტში ახალგაზრდებმა რაც შეიძლება მეტმა წარმატებულად მიიღოს მონაწილეობა. პროექტი ხორციელდება სახელმწიფო გრანტის ფარგლებში, სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს მხარდაჭერით და მთელი წლის განმავლობაში ითვალისწინებს ახალგაზრდების 14-დან 29 წლამდე ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობას სხვადასხვა მიმართულებით, განსაკუთრებით გარემოს დაცვითა და მდგრადი განვითარების თემატიკებზე, სადაც ისინი შეძლებენ საჯაროდ გამოსვლას, არგუმენტირებულ მსჯელობას, დისკუსიების წარმართვას ადგილობრივ აქტუალურ თემატიკებზე. ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ გურჯაანელი ახალგაზრდები განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევიან უკვე და დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ის მუნიციპალიტეტი, რომელიც ჩართულია ამ პროექტში, ზუსტად ასევე გააგრძელებს ჩვენთან თანამშრომლობას.